რამე ჭორი მინდა თორე მოვიწყინე. აუ, ჩვენ რა ვაკეთოთ რამე? რა უნდა აგურო მიგეთქვი ჭორს თუ გინდა. თორნიკეს ყავს ახალი შეყვარებული მე მგონი. ეგ მეც გაგიგუში ნუცა და ქეთი ჭორაობდნენ და ყური მოვკარი. ნუცა და ქეთი სადნახი გაფიცებს საუკუნე არც ერთი არ დამინახავს. მაღაზიაში იყვნენ ნეგენის ქეთი სიგარეტს ყიდულობდა. ხო გეუბნებოდი ულოში მე გაყვითლებული ეწევა მეთქი რო არ მიჯერებდი. ავადრე ეგ ნუცა ძალიან კაი ბავშვი იყო ხოლმე, მაგრამ მე მაქეთი მაიყოლია და გააფუჭა. სუსხებს უყურებინ და ჭორაობენ. მე ხო ვერც მე ვერ ვიტან ჭორაობა ეს. თიკუა გასული უნდა გარკვეს ვინ არის თორნიკეს ახალი შეგვარი ბუბუ და მოვაწოდა ხანში. ანასტასია. აუ ვინ გაიჩიტა პროსტა. ანასტასია დედა შენზე გაბრაზებული. კაკაოზე რო ჩამოგაგზავნე და არა მოიტანე ცარიელირზე დამალევინა. ანუ ვინ გაბრაზებული თუ შენ? ომარიკო დააბრუნე ეგ ჩიფსი დროზე. ომარიკო. უძან სწრაფად სიკვდილი დამუღა მამბოლ დროს და ვეღარ ვეწევი. აუ თიკო მალე მოვა უნდა წავიდე მე ცოტა ხანში. კაი სადღაც წავიდე ნიუსი არ გაინტერესებს? თიკო აქეთ ვართ მოდი. მე სალიკოვზირიძე მგონია. მოვედი, მაგრამ ნეტა არ მოვსულიყავი. გავიგე ვინცა. აუ თქვი ვინა გაფიცებ. ვინ და შენ ქალბატონო? ეხლა თუ ჩამოვიარჩო. შემდეგ მარშრუტკაში თუ ვერავედით გადახვდები შუაგზაზე და ეგ იქნება რა. დი რომელი ნომერი გვინდა? ან სად მივდივართ საერთოდ? რა ვიცი ნებისმიერი ნომერი ყველა მიდის მანდეთ. სად მიდიხარ და დიღომში. რო დაგპატიჟა ლედა მაგ გახსოვს? უკაცრავად 5-13 როდის ჩამოივლის 40 წუთია ველოდები. უახლოეს მომავალში ქალბატონო რა ვიცი გათიშულია ეს ტაბლოა თუ რაც არის რა ვიცი არ მუშაობს. ფუ დენ კაცმა 7 მოიხოცა ძირს. აჩერდი ომარიკო რეებს ამბობ ახლა. რა უბედურებაა ბატონო წამოგიღო ტუალეტის ქაღალდზე გეკნათ ბარეხა მაგ ყველაფერი. რა უბედურებაა კაცო? აუ ჯე წყალი მინდა. სახში რომ დამელია დამავიწყდა. ეხლა რომ მაღაზიაში შევიდე ომარიკო მაშინ ჩამოვივლის ყველა მარშრუტად დავჭერებით კიდეც აქ. დალიელე და დაიდასთან კაცო რომ მივალდი. ვაი მე გააჩერეთ რა. ვაი არაფერი. და დისტრიბუციის მანქანას დავუქნი ხედი. აი ეს 18 მეტრიანი ავტობუსები ხო თქვენ შემოვიყვანეთ ო სად არის? რა 18 მეტრიანი ავტობუსი ქალბატონო 18 მეტრი სულ არის ეს ქუჩა. ისე ეხლა გლდანდა რომ წავიდეთ დიღომში ფეხით რა უჭირს. აუ რა ფეხი დედა წყალი მინდა ისედაც. ხო და იდექი მაშინ აქ ეგრე საათობით. ვაი მე გააჩერეთ რა. მიდი ომარიკო ახტი დროზე მარშრუტკაში. რა საკეთებთ ქალბატონო ბავშვი მყავს კაცო მარშრუტკაში ამიშვით. მე აღარ იტევა კაცო დახურით რა კარები. ვაი ბავშვი დედა წავიდა მარშრუტკა. ომარიკო მოდი აქ შენ უნდა გეჩხუბო ერთი კარგად. რა არის ბიჭო ეს ამდენი ჩიფსები საიდან მოიტანე? ეზოში ვიყავით ბავშვები. მე ვასო ლიზი და სალომე და ლევანიძიამ ჩამოიარა რა გიყიდოთ ბავშვებო და ესენი გვიყიდა. კიდე წვენები, მაგრამ ისინი დავლიეთ უკვე. მოიცა რომელი ლევანი? სპანდერაშვილი? ეგ გიყიდათ. მაგ შენი მეგობრის სალომეს ნამდვილი მამაა ეგ, მაგრამ არ ამბობენ. ომარიკო გახსენი იქ ჩიფსები? რაღაც საინტერესო ამბავი გველის. ხო, გასაიდუმლოებულია. სიტყვა არ დაგცეთ არავისთან ახლა. მაგრამ რა გინდა რომ შეხედავ მაგ ბავშვს ლევანიას ეთ გამოიჭრილი. გოგოები ხო იცი მამებს მსგავსებიან და. აბა სალომეზე და შუქმარი ყავს ის კაცი რას აკეთებს? ნუ ყოველ შემთხვევაში იმას არა ახლა რაც ბავშვის სკოლისთვის არის საჭირო. მე კაცი მუშაობს ომარიკო. და ეგ ამბავი შენ საიდან იცი? ომარიკო ეგ ამბავი ჩამოასხიბარი. ეგ ამბავი ცალთრიკმელან ნუ მომიყვა 4 წლის წინ, ხო? ეს ლევანი მაშინ მიდიოდა თურმე ამ ქალთან, ქმარიჯოს სახლში არისო და მუშაობდა, ხო? დი რატომ მიდიოდა? ხო და ამ ქმარმა არაფერი არ იცის დღემდე, თორე ეგეთი კაცია რომ გაშორდებოდა აქამდე. მე კიდე ამ ჩიფსის ჭამას ვერ გავშორდი რა, შემითრია. ისე იგი შენთან უნუც გარდა არავინ არ იცის ეს ამბავი. სიტყვა არ დაგცეთ ახლა არავითარ არ დამღუპოთ. მე თურმე ერთხელ ეს ლევანი რომ ისულა სახლში, ამათთან თვითონ ის ქმარი დახვედრია სახლში, ხო და იმგა. ფამილია მოვიდა. ან 25 სერიის დასასრული. ეგ ახმოვანებულია TV ინგას მიერ. პროდიუსერი ცალთირკმელა ნუნუ. ფინალურმა გამოცდებმა ფსიქიკურად შემარყია. არ ვიყავი მზად ამისთვის. აბა რისთვის იყავი მზად? რისთვის და საჭორაოდ? თიკოსთან და თეკლასთან. როდის მეცადინეობ მე არ ვიცი. ახლა და ვერ მეცადინებ თუ ლაპარაკს გააგრძელებთ. და შეგიდე მაგ ზელატოს ისჭრა ჭუნს. აუ შენ შიშ ვეღარაფერი გავაკეთაო. გაკეთი.
და მიყარი ცოტა მაგთებში, წაუხრა შუნებ. ნეილა! შეხედე კონსპექტებზე დამიყარა. ომარიკო გამოდი გამოეცალე. რისი გამოცდა გაქვს ანასტასია, აბა? ინგლისურის გამოცდა მაქვს და თუ შემეტენა მე ცხოვრების გამოცდა მექნება. აიმე შეტანილები არ გამაგონო იცოდე ახლა. დი შედა გაკოცლარენები შეტანილი პირსახოცებში. შეჭამე შენ მან რაღაცას ჭამ? გამომძიებელი. აჰა, კონსპექტი წერა დამამთავრი როგორც იქნა. ხო, გოგო და რო გამოსულა მაღაზიიდან შეხვედრია მე ის კალბატონი. ახალი პალტოც მეტა, რო კითხო ფული არა აქვთ. დაიცადე მან დარტაყარო ექიფჩოები. ტიპტოპი. აი მას ჩაყარა მედი ხო აცი. ხო ნამდვილად არ აქვს მაგალს კარგი სახე. უი შეხედები წერია შეგნით ინგლისური ლიტერატურის კონსპექტი. ნახე რა მაგარი კბილები გავიკეთე. შეხედე ფოლგა რომ მიუკრია. რა მოგაფიქრა ახლა ეგ? კლასის ჩატში რეკავდნენ ბავშვები და მე არ მინდოდა ლაპარაკი. მოვატყუე რომ ექიმ ადამიანიშნა ეს კბილები და არ შეიძლება ლაპარაკი მეთქი. ვა, რაღაცა მაინც გისწავლია ოჯახისგან. ხოჩახ. მიდი ახლა მოიტანე წიგნები, გაკვეთილები გაქვს სასწავლი შენ. არ შეიძლება ჩემთვის ლაპარაკი ექიმ ადამიანიშნა. აბა შეიძლება გამოიტანე ახლა წიგნები? ეს რო გავუცნებ გავუახოლმე თავს რა. აბა მიმაგას გავბიდავდი ბავშვობაში? გახსოვს ერთხელ სუპირო გადამასხი თავზე. 3 დღე ბრინჯები და სტაფილები მქონდა თმებში. რაიმე რამ გაგახსენა ახლა ეგ ამბავი. ფეირი დაგბანე მე თავი. კაკათ აშორებდა ცხიმს და. რა ფეირი დამბანი? როგორ შეიძლება მაგით თავის დაბანეთ ამ ბავშვზე? რაიმე აბა სად მქონდა ახლა შამპუნები და ისინი, კაცო გაჭირებულ ცხოვრებაში. მოდი ახლა შეკიდე და გადაშალე ეგ წიგნი რა. დი მასწავლებელმა მომწერა არა უშავს არის სწავლო მესენჯერში. რა მოგწერა ერთი მაჩვენე? რა არის ბიჭო ეს? დედა კბილებზე გადაუღია სურათი და ჩაუგდია მასწავლებლისთვის. ირინა მასწავლებელო ვერ ვისწავლე გაკვეთილს ექიმა დამინიშნა ეს. როგორ შეიძლება ბიჭო ასეთი ტყუილი ვერ გავიგე? ეს ვიღამირეკავს. დამცალთრიკმა ნუ ხო ტვინი შემიჭამა მთელი დღე რა ვერ უპასუხებ კაცო გამიბავს ახლა ეს. აიმე. ხო ნუ. გოგო ვერ გიპასუხებ ახლა ექიმა დამინიშნა კბილებზე და არ შეიძლება ლაპარაკი. ინგა ეკლერი მოგეტანა ჩემი გაკეთებული. დედა შენ ვინ ხარ მოკლედ რა ასეთ გემრიელობებს რო აკეთებს უნდა გაგვასუქო გოგო. აქეთ გამოუშვით რა ეკლერი თუ შეიძლება და ეს ახალი ამბები გამოვთით რა ტელევიზორში. არა კაცო დაიცადე ვუსმენ ერთი ევროკავშირზეა ლაპარაკი. ეს 9 რეკომენდაცია ხომ მოგცეს კორუფციას ებრძოლეთო და პოლიტიკურ პოლარიზაციასო და მაგის თქმაც უნდა გჭირდებოდეს ჩვენ ევროკავშირისგან ისედაც უნდა ვაკეთებდეთ მაგას. დი მასწავლებელმა მეცხრე დავალება მომცა და ეგებზე გააკეთეთო. მაგრამ გავიკეთებია ჩვენ. მართლა კი არა მოგაჭყუე. ისე რა მაგარ რაღაცას მივახციეთ ქართველმა ხალხმა. მერე გამოვლენ ზოგიერთი და ეტყვიან ჩვენი დამსახურება. წარფს არ შეიტყრიან. წარფს არ შეიხრიან არის ეგ, ხო? დედა გახსოვს გოგო ჩვენს რომ დავდივდით აქციებზე? ვაი, მე ნამდვილად რო ღირდა რა. რო შევალთ იმ ევროკავშირში, ხო, უკეთესი პირობები ექნება ხალხს და უკეთესი განათლება ბავშვებს, ეკონომიკა და რა ვიცი კიდე 1000 რაღაცა. კი, ნამდვილად იგრია. 5 ლარი ჩამერიცხა. 5 ლარი ჩამერიცხა თქვენ თავს პიცა ვარ. მზიებებომ წამოწოლილი ვარ და ნუ აღრიალებს ტელევიზორსო. მე მგონი ასე მითხრა რა ვიცი კბილები არ ვიდევს პირში და ვერ გავიქე კარგად. იმე დავუწევ ხო აღარ მესმის არაფერი. ხო, რეფორმები, ხო? ისე კარგი ცხოვრება თუ გინდა, საჭიროა კაცო ეს რეფორმები. ისევ ქართველებისთვის არ არის კარგი. გადი მე რინგა რუსთაველს და მოითხოვე ეგ რეფორმები. და კიდე რამე საკონდიტრო რო გაიხსნა ჩვენ корпуსთან. სტატუსი რომ მიიღე, კი არ უნდა მოდუნდე. ახლა იწყება მთავარი და ახლა უნდა ვდგე და მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. ანასტასია, შენი ყავა დაგავიწყდა დალევა. ვა, რა გითილები ხარ დღეს ყველა? მიყვარხართ გულეები? აუ, ვიღაცა ჩამისახლდა მე მგონი. ინგა სათვალო კამერა დავითრიე, შენ რომ თხოვე, კამერა ლამპი. დედა რა კაია გოგო ძვირფასი. მაგრამ სად დავაყენო ახლა ეს ამას ვფიქრობ. ამას სადაც გინდა იქ დაამონტაჟებ, გაერთად შეგეძლია და შეგნითაც. დღის ხედვა ხო აქ და ღამის ხედვა კიდე მაღალი ხარისხის. კაი, ნუ ყვირი ხარ, ყველას ნუ გააგებინე ახლა. დავაყენებ აქ ოთახში და იყოს. მიდი ახლა მომეხმარე, ჰე.
ამის დაყენება ძალიან მარტივია, ნატურასავით არის. მიდი იმსენაც დაუმაგრე ნატურის მაგიურად, მაინც არ თავხულმე. აჰა, რა წერია ხედავ? ესე იგი smartphone-თან დააკავშირებ მაგას და აკონტროლებ ყველაფერს 360 გრადუსით, ხო? კადრების გადახვევა შესაძლებელია და ხმასაც იწერს თურმე, რასაც აილაპარაკებ ოთახში გავიგებთ. აჰა, მზად არის დავაკავშირე ტელეფონი. სიტყვა არ თქვა არავისთან იცოდი, არც მზებებოს არ უთხრა და არც ომარიკოს. ინგა ამბანოში ლამპუჩა გადაინწო შენო საბანაო ჩემდიმა რა გავაკეთო? ინგა! ესე კასე შენი სახშიანალე რა. ოი აგერამ სამაცაკ ლამპუჩკა და მოხსნე. მე დაუცნაურები გამოუგონები. დედა რამდენი რაღაცა ვიყიდეთ ანასტასია 50 ლარში დაიმახსოვრე ეგ მეორადები იცოდე ხო? აუ, იმენა ჩამწყდა ხელები. აუ, მოდი ვიდეო კამერით ჩანაწერები ვნახოთ, არ გაინტერესებს? რა ხდებოდა სახშენეტა და ჯექმით და მე ჩავთავ. აჩვენე ერთი. რა, გოგო ეს? ზიებების ბანაობის კადრებია. აუ, ვიხევი. შენ უნდა მოკლავაშ ბატონო. ამოვიდა გუშინ ესოთან ოფლიანი და დღეს უკვე ახველებს. არ მახველებს. ცოტა იქით მოკალი, რა მეტად ეკლა კინოს უყურებთ. არა უშავს, და ჩემი სულეჩხობება ხომ ჩემ პატარადას. არ არის საჩხუბარი? როგორ გავაფრთხილე არ იბინა მეთქი გუშინ დაოფლიანდები თქო და არა, ირბინა ბიჭმა. არ მიბენი. ყურე რა. ეხლა უყური, იწვერებიანი კაცი ამ ბიჭს საჭირს ბარგალკით ფეხს. აუ, რა სისხლიან კინოს მაყურებინებ. აუ, კიჩუპი ხო არ ეგზალტეს უხდება ძალიან. ვაიმე, კი უნდა მქონდეს მაცივრის კარებში, მოგიტანთ ეხლავე. ომარიკო, ეს რძე ძალიან მეთქი და მაცივარში შეგიდგამშე. მოვიდე ეხლა მანდ. აუ, სადავიმალო. შენ ოთახში, საწოლსა მოაცალი მატრიცა და შიგნით ჩაძვერი ვერ გიპოვის. აი თეკლა კეჩუპიშვილო. საწავიდა ეს ვაჟ ბატონი. საწოლშია ჩამძრალ ინგადეი და მატრიცის ქვეშ. ნახე კეჩუპი როგორ მოუხდეს. აქ უნდა ჩამძრალიყავი ბიჭო. ამოდი ხლა დროზე. არ ჩამძრალი. აუ, მოდი გამოვდოთ ვაფშე ეს კინო. ძალიან მაგარი დრამა იქნება ეხლა ჩვენ ოჯახში. თუ შენი თამაში ვერ დავხურე, დრაკონმა მომკლა. ერთხელ დაიყვინებ კიდე ეგრე და გისწრი პანჯრიდან. მიგაყოლებ მაგ ტელეფონსაც. ეს ტელეფონს რას ვერჩი? გისწრი პანჯრიდან. ამბავს უკვე ნევროზი უყალიბდება ტელეფონისგან. ამბობს მეორე ნევროზიანი. როგორ დაემგვანეთ ერთმანეთს რა. ხო და მაგას ვამბობ, ნევროზიანი ჩემი თავი მეზარება. შვილები კიდე ერთმანეთს კი რა მშობელს ემსგავსებიან. მე ვარ გოგო ნევროზიანი, ჭკუიდან არ გადამიყვანო ეხლა. არა დი შენ არ გაქვს. აბა რა ვაკეთო ტელეფონის გარდა, გარეთაც ცივადა. არა რაღაცაზე უნდა გატაროო მარიკო რა. ცეკვაზე ხო შევიყვანო. რა ცეკვაზე სმინა ამას არ აქვს და თან მოუქნელია. წეღან წყალი მოქონდა ჩემ ოთახში და იქცა და ჩიქა არ გატყდა. მიიყვანე ცეკვაზე კი? არა, რა თუნდა ახლა ისე მიყვანა, მე ვერ ვასწავლე. 2 წელი დავდიოდი ბავშვობაში სტუდიაში ნაირა ჯეირანოვთან. ომარიკო ჩაგირთავე ხა მე შენ ტელევიზორში ცეკვას და დაიზეპირე კარგად ილეთები. ვისწავლე ცეკვა, მიდი ჩართე მუსიკა. ვაიმე, ეხლავე ომარიკო დაიცადე, აბა წავიდა. დედა, რა არის ომარიკო, რა ილეთებია ეს? ვაიმე. სამაია უსწავლია. მე და აღარ მინდა ეს ახაზმო საჭმელები რა, წაიღეთ არ ვიცი. ინგა, გოგო ეს მოგიტანე ჩუჩმაჩი, ჩემი გაკეცებული. ვაიმე რამე კუჭმაჭებალია, გოგო იმდენი რაღაცა მომრჩა, მეც დანახვა აღარ მინდა სუფრის რა. აუ, მინდა რომ ყველაფერი დავივიწყო, რაც ამ დღეებში ვჭამე და ცხოვრება თავიდან დავიწყო. აუ, მერიკო იქ დამცხარი მომაწოდიაბა. დედა, ბავშვობა რო ასე პეთქებელი ამოგიგდეს აივანზე, შეგეშინდათ? კი, ომარიკო, მე მეგონა კორპუსზე დაინგრა მეთქი. შენ საიდან იცი რომ ამომიგდეს? მეც იქ ვიყავი ეზოში, მაგრამ მე ვეუბნეოდი რომ არა უგდოთ მეთქი. რა ხდება რამაზი ხომ მშვიდობაა? ჩვენთან კი მშვიდობაა, მაგრამ რაზმაძეები გაუქურდავთ, წაუღიათ ყველაფერი. დედა, გაიგეთ ხალხო, რაზმაძეები გაუქურდავთ. მე ჯერ კიდე როდეს ვამბობდი რომ პაროლიანი კარები დავაყენოთ მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეთ. რას ამბობ, გოგო, ჩემი შვილი პაროლის დამახსოვრებელია. დაბადების დღე რო აქ ხომე და 1 წელი მოემატება, 3 თვე კიდე ძველად საქმეს პასუხობს ხომ რომ ეკითხებიან ამდენი წლის ხარო. კაი ერთი რა.
ნიტა რა მოპარეს რაზმაძიებს? შეიძლება თვითონ ის ქალი მოიპარეს ოჯახიდან ცოლი. ზედრო უკეთია ხოლმე ყველაფერი საყურეები, ყელსაბამები და ბეჭდები. მაგიტო დავარქვით მე მაგალს მედალია ფარაონა. ოქროებით რო ჩამოდის ხოლმე მაღაზიაში რომ ზეთი იყიდოს რაღაცა 74-იანი ბაზდაკლებით. ნიტა ჩემთან შემოსული იყვნენ ქურდები. გაბადანდი ამ საჭმელებსო. ტუალეტი რომელმა დატოვა ჩამორეცხავე. კანალიზაციის სუნით გასუცაცივისა ვერ გამოსხავე რა. მე მაგსაცივს არ შევჭამ. კანალიზაციის სუნისგან თუ ვერ გაარჩიეთ. დედა რა დროს კანალიზაცია? ხალხო მოვიდა ახალი წელი რა გჭირთ? მოიტანე ეგენი სუფრაზე რა. ასაფეთქებლები როდის უნდა ვისროლოთ? არანაირ ასაფეთქებელს არ ვისვრით. ცხოველები არიან გარეთ და ეშინიათ. თან შენ მეკვე უნდა იყო კაცო, გახვალ 12-ზე გარეთ და შემოყრი კამპეტებს სახლში. აუ მე მეზარება არ მინდა კამპეტების შემოყრა. თან მაშინ ძლივით ისევ მეჩხუბები. რაზე გეჩხუბე მე ეგეც თქვი. სახლში შემოყარებდი კამპეტები და გადაყარე შენ სადარბაზოში მოარიალა რა. წამოყრიფეს მე მეზობლებმა იძვირფასი ყალაყუმის კამპეტები. იმ გამკეთების სალათაში ლობიოს მარცვლები რატო ყრია? რატო ყრია? ლობიანი ხო გავაკეთე. მომრჩა მე მოხარშული ლობიოს მარცვლები და ხო არ გადავყრედი კაცო. მოვაყარე ლამაზად სალათზე. აბა წეზე ხაჭუქები ჰაერში. დანოცილი იყოს ეს ოჯახი, ეს მიწაწყალი, ჩემი სამშობლო ქართველი ხალხი. მრავალჟამე ხაროთ ამ მიწაწყალზე ქართველებს, მრავალჟამეა. აუ ბებუშენიერი თაობა რომ მოდის წმუნდები რო არ გადავშენდებით. Cheers. გაგვიმარჯოს ყველას. აუ ჯერას ხიამ ჭიქაში. შინდის წვენია ეგ. არა ბიჭო ღვინოს დაგალევინებდი ეხლა ამ სიკეთის დროს რა რომ მომეწამლო. სამაგიეროდ უკვე სრულწლოვანი შვილი დალევს დამოუკიდებლად ამაღამ. კინგა ხომ მომცემლებას. მეკვე მოგვივიდა ალბათ. დედა, ნაზიკო, ჩამოხვედი გოგო. აბა როგორ ახარ თამო როგორ არის ჩვენი თონე გოგო? ხო ამუშაობა. არი გოგო მარ არის, გავწყდი წელში. ახალ წლებზე ნახე ეხლა შენ არის გირო დაგიდგება. მერე მერისთვის ვარ გოგო, აქ ჩამოვალ და მოგეხმარები ამ დღეებში. თან საახალწლო რიგებში ყველაზე კარგ ჭორებს ვიგებთ ხოლმე მთელი უბანი რო ჩამოვდის. ჩამოჯექი მან და მიდი. სანამ ამოვა ეს ცომი, ყავას მოვასწრებთ. სადმე მიდიხარ? რა ვიცი მეთქი საჩუქრების მაღაზიაში გავივლით ხო. ნახლობაში ხო ვარ დაპატეჟებული კლარა შვილიშვილის და კლარას გოგოს ორსულობის ამბავი ხო აქ გავიგეთ მაშინ საახალწლო პურის რიგში. შარშან. უი გოგო მაგათ კი უწევთ უკვე ნათლობა. ინგა საახალწლო აქციაზე არ მოვიფიქროთ რამე. აი მე მაღაზია ვფიქრობდი თამო წუხელის და რო ვიანგარიშე მოდი 8+1 გავაკეთოთ ჰა თორე წავალთ ზარალზე ყოველ მეორე და მესამე პურსზე თუ ერთი უფასო პური ვაძლია ხალხს ოჰ ლალი რა ვახარ ლალი სად დაიკარგე გოგო ზდრასტი გოგოებო რა ვიცი დავრბი ვარ საქმეებზე თონეს ხსნით ხო იცით ახალი წლების მერე ხო აგერ გვერდზე გარაჟს აკირავებენ თხელაძეები და უნდა ვიქირაო თონეს ხსნით ესე იგი ხო წარმატებები ჩემო კარგო აბა თქვენ იცით კარგად და სანამ გახსნათ თორეს გაეყოლებინა ერთი-ორი პური ხო შეიძლებოდა არა ერთი კრიჟანი რო იტყვიან რო შევა უკან იღურებაო რა ჩემებთანაც ჩავალ გურში მარას ვიზავ შეხედე კიდე ლალი მოდის რა ხდება ლალი გოგო რა შეწუხებული სახე გაქვს გასაკლეჯათ მინდა ეს თხელაძეები რა ვეღარ მოგაქირავებ გარაჟში ქირავა უკვე კარგფასად დღეს ვიღაცამ დაგასწრო დედა რას ამბობ გოგო კაი შენ მაღაზია არ იჯავრო კაცო ეგ არ იქნება სხვა იქნება კაი მიდი ლალი მიდი სხვა მიქირავა კი მე ვიქირავე გოგო ტონეების მაგნატმა